მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა სურვილზე, რომელიც ამ ახლო მომავალში აგისრულდებათ. სურვილი, რომელიც ახლო მომავალში აგისრულდებათ. ასე ქვია, ჩვენს დღევანდელ გაშლას ოფიციალურად ვგულისხმობთ მაქსიმუმ 7 დღეს, ხო, 7 დღის განმავლობაში, რა სურვილიც ასრულდება. აი ამ დროის მონაკვეთს ავიღებთ, მაგრამ თქვენ, როდესაც ჩართავთ ამ გაშლას, როდესაც მოისმენთ, იმ დღიდან დაიწყეთ ათვლა, ასე რომ ვთქვათ, ხო? განვიხილავთ აქ რა სურვილი იქნება ეს, რას მოგიტანთ ეს სურვილი და თქვენს მხრიდან მაგალითად რა ნაბიჯები შეგიძლიათ გადადგათ, რომ მოიზიდოთ ეს სურვილი, ამ სურვილის ასრულება. ასევე, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყეთ, რომ ეს გაშლა არის ზოგადი, შესაბამისად, აქ უფრო მეტად საჯაროდ ზოგადი ინფორმაციაა, ვისაც უკვე დაგაინტერესებთ დეტალიზირებული ინფორმაცია, დეტალურად თქვენი კონკრეტული სიტუაციის განხილვა, ხო? ამისთვის, რა თქმა უნდა, სასურველია უკვე ინდივიდუალური ტარო სესია გაკეთდეს და მსურველებს შეგიძლიათ მომმართოთ ინდივიდუალურ ტარო სესიასთან დაკავშირებით და ასევე ბედის მატრიცის სესიასთანაც დაკავშირებით, ვისაც გაქვთ ინტერესი და ამის სურვილი. ჩვენ კი დავიწყოთ. გვექნება ორი პოზიცია, როგორც სულ. პირველი პოზიცია და მეორე პოზიცია ასეთი სპილო. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება არჩევანის გასაკეთებლად, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ. მე კი დავიწყებ, ხო? მე კი დავიწყებ პირველი პოზიციით. დავსვათ პირველი პოზიცია. ასე. კარგი, დავიწყოთ პირველი პოზიციით და როგორც სულ დავიწყოთ სიგნიფიკაციით, ხო? სიგნიფიკაციით. პირველი პოზიციის სიგნიფიკაციით, რომ რაღაც მიხვდეს პირველი პოზიცია, ეს მისი პოზიცია რეზონირებს თუ არა. დავიწყოთ გვაჩვენეთ მთავარი წამყვარი ენერგია, რაშიც იმყოფება პირველი პოზიცია მისი ცხოვრების ამ ეტაპში, ხო? ეტაპში. როგორც არის. კიდევ პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია, რა ენერგიებში იმყოფება სინამდვილეში პირველი პოზიცია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე. ახლა მთავარი ენერგია, movement. მთავარი ენერგია არის movement, მოძრაობა. ხო, ეს არის მთავარი ენერგია აქ, მოძრაობის ენერგია. აქ გვაქვს რა, მთავარი ენერგია, აი ზუსტად ეს, რომ არის მოძრაობა თუ სურვილი მოძრაობის. არის რაღაც მოძრაობა აქ. არის რაღაც მოძრაობა და მე მაინც აქ ვგრძნობ იმას, რომ გარდა იმისა, რომ არის რაღაც მოძრაობები თქვენს ცხოვრებაში, ხო? აქ ასევე არის სურვილი იმისი, რომ უფრო, აი როგორ თქვა, უფრო მეტი მოძრაობა განხორციელდეს, უფრო მეტი ცვლილება მოხდეს, უფრო რაღაც მეტი დინამიკა და დრაივი იყოს, ხო? აი ეს. ვნახოთ ახლა უფრო კონკრეტულად. ეს რა არის? ეს მეფე რა მოგვიხდა? ეს მეფე ეს ვინმეა? თვითონ პირველი პოზიცია თუ რაღაც ისეთი სიტუაცია ვინმე? თვითონ პირველი პოზიცია, რაღაც სიტუაცია. აქ არის რაღაც სიტუაცია. ესე იგი, როგორ ენერგიებში აქ პირველი პოზიცია, ასეთ ავსებულ, როიანი და movement, ნახეთ? როგორ გავს ეს ორი კარტი ერთმანეთს, ხო? აი, მე ვიტყოდი, აქ პირველი პოზიცია სავსებითაც ავსებულ ენერგიებშია და უფრო მეტად რაღაც აი ისეთ ენერგიები, რომ რაღაცას ისე ელოდები. აი აღთოვანებული რო ხარ და აი მოლოდინში, რომ აი რაღაცა ახლა შეიცვლება, ან უნდა შეიცვალოს და ჩვენ რაღაცნაირად რომ ამ ცვლილებების მიმართ რო ვართ ისე ღია განწყობილები და ველოდებით და ჩვენც მივილტვით ამ ცვლილებებისკენ, ხო? აი ეს მოდის აქ ჩემთვის შეგრძნების დონეზე. ოკეი, კარგი. ხა შევაჯამებ. ესე იგი, პირველი პოზიცია ამ მისი ცხოვრების ამ ეტაპზე უფრო იმყოფება ისეთ ენერგიებში, სადაც მას აქვს სურვილი ცვლილებების აბსოლუტურად და
მე ვიტყოდი აქვს სურვილი და თვითონაც აქ პირველ პოზიციამ საკმაო ბევრ რამეს ეცადა და ცდილობს კიდეც. ბევრ რაღაცას ეჭიდებით აქ, ხო? ცდილობთ, რომ აი რაღაცნაირად დაძრათ მოვლენები, ან მოვლენა, ან კონკრეტული სიტუაცია, ან რამოდენიმე სიტუაციები ადგილიდან, რომ იყოს რაღაც ცვლილება. ესე იგი, შემიძლია თქვა, რომ პირველ პოზიციასძლიერად წყურია აქვს ცვლილება და კი ძლიერად სიძლიერის არკანი, კი ბატონო. და არ გამორიცხავ აქ ასევე იმ მომენტსაც, რომ შესაძლოა აი ეს განცდა, რომ მე მინდა ცვლილება და მე აი ამით ვარ მოტივირებული და რაღაცეებს ვაკეთებ ამისათვის. ეს უკვე საკმაოდ დიდი დრო მიმდინარეობს აქ პირველი პოზიციის ცხოვრებაში. აი შემიძლია ესეც ვთქვა აქ, ხო? ვისთვისაც რეზონირდა ეს ინფორმაცია, ხო, ვისთანაც მოდის ახლოს ეს ინფორმაცია და გრძნობთ, რომ აი ეს რაღაც ჩემი ინფორმაცია, აგრძელებთ მოსმენას. ეს გავერკვიეთ ამაში. გადავიდეთ ამას აქეთ გადმოვდებ უფრო მირჩევნია. კარგი, გადავიდეთ ახლა თვითონ ჩვენს მთავარ წამყვან საკითხთან, სურვილი, რომელიც აი ამ ახლო დროის განმავლობაში მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში დიდი რეალური ალბათობით აუსრულდება პირველ პოზიციას. გვაჩვენეთ სურვილი, რომელიც პირველ პოზიციას ამ ახლო მომავლის განმავლობაში აუსრულდება და ნახეთ თუ არა. ნახოთ, ბუკვალურად გვაჩვენეს კარტებმა აქ, რომ აი ის რაზეც ოცნებობდით, რასაც მომენტში ხო, ოცნებობდით ზუსტათაც, რომ ოცნებობდით. აი რისი სურვილიც გქონდათ, ამაზე ოცნებობდით, ვიღაცებს შეიძლება მანიფესტირებდნენ კიდეც, ხო? ან მედიტირებდნენ, ან უბრალოდ ფიქრობდნენ, ან სურვილი გქონდათ, რომ აი მომხდარიყო, ხო, ეს რეალობად ქცეული იყო თქვენი რაღაც სურვილი და ძლიერად გინდოდათ ეს. აი ამის აღთენა მართლაც არის აქ, მაგრამ აქ მინდა ვთქვა, რომ აქ არ არის რაღაც ერთი. აქ საკმაოდ ბევრ რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული აქ პირველი პოზიცია, ბევრი რაღაცის სურვილი გქონდათ და გაქვთ კიდეც, რაც ბუნებრივია. ჩვენ ადამიანებს არ გვაქვს ერთი ოცნება ან ერთი სურვილი. გვაქვს რამოდენიმე ყველაფერი, ხო? იქ უკვე რა თქმა უნდა უკვე მასშტაბის და აქტუალურობის საკითხია რა დონემდე რომელი უფრო ისეთია ძლიერი. მაგრამ აქ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ის სურვილი, რაზეც ოცნებობდით აქ. შემიძლია აქ ვთქვა, სწორედ ვფიქრობ, რომ ეს არის ის სურვილი, რაზეც ოცნებობდა აქ პირველი პოზიცია. კი, ოცნებობდა, თუ უკვე აღარც ოცნებობდა. ვაიმე. კი, ოცნებობდით, მაგრამ აქ ოცნება იმდენად არ არის, რამდენადაც ღელვა. აი რაღაცა ისეთია, რაზეც ღელავდით. შესაძლოა აქ ვიღაცებს აღარც ეგონა, რომ აი ეს სურვილი მე ამისრულდება, ან საერთოდ რაღაც შეიცვლება ამ სიტუაციასთან, ამ მოვლენასთან დაკავშირებით. კარგი, ნახოთ უფრო კიდევ ჩავიდეთ და გავხსნათ ეს სურვილი, რის შესაძლებლობასაც მოგცემს სამყარო აქ ზევრზე, ხო? რა სურვილია ეს, რომელიც აქ პირველ პოზიციას ამ ახლო დროის განმავლობაში აუსრულდება? კიდევ აბა, გვაჩვენეთ, ოკეი. ეს თასების მეფე რამე, ვინმე, არა რაღაც რაზეც აქ ანუ რაღაც ისევ კიდევ ნახეთ, აი რაღაცა ისეთია, რაც ძალიან გინდოდათ, რასაც ელოდებოდით, მაგრამ აი კი ელოდებოდით, თუმცა მაინც პესიმისტურად იყავით უკვე განწყობილები, აი ასე შემიძლია ვთქვა, რაღაც ისეთია, რასაც კი მე ვუცნებობ, ველოდები, მაგრამ რეალურად შესაძლოა მაინც არ მჯერა ბოლომდე ამისი, რომ ეს სურვილი ამიხდება, რაღაცა ასეთია აქ. და ესეთი სურვილი აგიხდებათ აქ, რაც ძალიან გაგახარებთ, ძალიან აკავსებთ. ეგრევე ცხოვრების, როგორ თქვა, მოტივაცია თქვენი ცხოვრების, ეგრევე ავარდება ცაში, ენერგია, ძალიან დიდი, სურვილი, სიხარული, თვითშეფასება, რომ აი, მოდი მე ამას გავაკეთებ და რაღაც. ხო, კარგი,
შეძლების დაგვარად გაშლა საჯაროა, ყველა სხვადასხვა სურვილი აქ ბუნებრივია, მაგრამ აი მეტნაკლებად რას ეხება ეს სურვილი, რომელიც აქ აუხდება პირველ პოზიციას, ხო, რაღაც საორიენტაციოდ რომ ვიცოდეთ. თქვენ თავს და თქვენს შესაძლებლობებს, თქვენს თვით რეალიზაციას. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყოს კარიერა, ოცნებობდით, რომ რაღაც დაწინაურებულიყავით, ვიღაცა პროექტთან, ბიზნესთან დაკავშირებით უნდოდა, რომ რაღაც უფრო ესეთი დინამიური სიტუაცია გქონოდათ, უფრო მეტი კლიენტურა ყოლოდათ, ან უბრალოდ ეს საქმე დამძრალიყო ადგილიდან და რაღაც ცვლილებები განხორციელებულიყო, გქონდათ რაღაც გეგმები, რაც გინდოდათ, რომ აი, რაზეც გინდოდათ, რომ მიგეღწიათ, ხო, მაგალითად, ესეთი მაგალითი. ასევე ზოგადად ეს უკავშირდება თვითონ პირველ პოზიციას და მის ცხოვრების ხარისხს, ასევე მის წარმატებას და მის განვითარებას. აი, უფრო მეტად აქ არის ასეთი ისტორიები, რომ აი, რაზეც მე ვოცნებობდი, რაც მე მინდოდა, რომ ყოფილიყავი რეალიზებული, რომ მაგალითად მქონოდა რაღაც ისეთი სტაბილური შემოსავალი, ან ისეთი შემოსავალი, როგორიც მე მინდოდა, ან ახალი პროექტები მინდოდა და რა არ იყო, ვერ გამოდიოდა, შემოთავაზებები მინდოდა რომ მქონოდა, მაგრამ არ მქონდა და რაღაც თითქოს და ან პაუზა იყო თქვენ ცხოვრებაში, ან პირიქით სტაგნაცია იყო და არ იყო წინსვლა, არანაირი, არსად ხო? ან იქ არ იყო წინსვლა, სადაც გინდოდათ, სადაც აი გქონდათ ძლიერი სურვილი, რომ რაღაცაზე იქ მიგეღწიათ, ან რაღაც იქ ყოფილიყო, ხო? აი უფრო მეტად ეს უკავშირდება ამას. თქვენს ამბიციებს, თქვენს სურვილებს, რაც გინდოდათ, რომ მიგეღოთ. და აქ ისიც არის, რომ ამისთვის პირველმა პოზიციამ რაღაცეები გააკეთა. თქვენ ეს დაიმსახურეთ. იმიტომ რომ აქ ხედავთ ხო ისეთი კარტია ზამთარია, რაღაც შესაძლოა ზამთარი გადაიარეთ, ხო, არა ბუკვალურად. ვიღაცამ შესაძლოა მართლა ბუკვალურად ზამთარი ითმინა მთელი ზამთარი ელოდა მაგალითად. მაგრამ უფრო აქ იმაზეა საუბარი, რომ თქვენ გაუძელით რთულ მონაკვეთს, რთულ ეტაპს თქვენ ცხოვრებაში, ან ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, ან ზოგადად, ხო? თქვენ ეს შეძელით, თქვენ ეს გადალახეთ და არ დაყარეთ ფარხმალი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბოლომდე მთლად მოტივირებულები არ ახართ, მაინც რაღაც ეჭვი გეპარებათ, რომ ახდება ეს სურვილი და მაინც რაღაც პესიმისტურად ახართ განწყობილები, მიუხედავად ამისა, მაინც თქვენ შეძელით, რომ ეს სირთულეები თქვენ ცხოვრებაში გადაგელახათ და დაგინახათ რაღაც ისეთი ნაპერწკალი, სასიხარულო, რაც აი ამ მოვლენებში გეხმარებოდათ და ზუსტადაც ახლა თქვენ მიიღებთ იმას, რაც დაიმსახურეთ, თქვენ აგიხდებათ აქ სურვილი. აქ ერთ სურვილზეა საუბარი თუ ერთზე მეტ სურვილზე. ერთზე მეტ სურვილზე აქ მგონი საუბარი. არ მგონია რა, რომ აქ სუფთად ერთი სურვილი იყოს. მაინც ვფიქრობ, რომ ეს რაღაც კომპლექსური სურვილია, რაც სხვადასხვა საკითხებს უკავშირდება. ეს ბევრ საკითხს მოიცავს. კი, ბევრ სხვადასხვა საკითხს მოიცავს და ეს სურვილი თვითონ შიგნით, ხო? ანუ შიდა ფენებით არის, ასე რომ ვთქვათ, ეს სურვილი, ბევრ რაღაცას მოიცავს ეს სურვილი, რაც სრულდება, ბევრ ახალ შესაძლებლობას გიხსნით ეს სურვილი და ასევე აი საკუთარ თავთან დაკავშირებით აქ არაჩვეულებრივი თვით განვითარების პროცესი იწყება, სადაც თქვენ უფრო, აი როგორ თქვა, უფრო დარწმუნებულები ხდებით საკუთარ შესაძლებლობებში, საკუთარ თავში, თვითშეფასებაც იწევს, უფრო მეტად მოტივირებულები ხართ და აი დარწმუნებულები ხართ, რომ აი მე მივაღწევ იმას, რაც მე მსურს, ან მე მივიღებ იმას, რაც მე მსურს, ხო? უფრო მეტად ეს თქვენი პოზიცია მკვრივდება. კარგი. ნახოთ, აი ეს ამ სურვილის ახდენა რას მოგიტანთ? რას მოუტანს ამ სურვილის ახდენა პირველ პოზიციას მის ცხოვრებაში? რას მოუტანს? ბევრ ამას. კეთილდღეობას აქ შეიძლება ბუკვალურად იყოს მატერიალური კეთილდღეობა, ხო, ფინანსები მაგალითად. ასევე მოგიტანთ განვითარებას, დინამიკას, ცვლილებებს, გარკვევას.
გასაღებს ცოდნას, სად, რა მიმართულებით, როგორ, რანაირად. ვისთვისაც აქ იყო რაღაც აქტუალური ვინმესთან ერთად შეთანხმება, ან ვინმესთან მაგალითად რაღაც ბიზნეს პარტნიორობა, ან კიდე სხვა სახის პარტნიორობა, სადაც ჩვენ ერთად რაღაცებს ვარკვევთ, ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი მაგალითად, ხო? ან ერთად რაღაცები მოვაგვაროთ. ესეც შედის აქ, ესეც შესაძლოა მოიტანოს ამან. ასევე ნაცნობობა, ან ისეთი სახის დახმარება, რაც თქვენ დაგეხმარებათ, ან ისეთი ნაცნობობა, რაც თქვენ დაგეხმარებათ, სხვადასხვა სფეროშიც კი შესაძლოა იყოს ეგ, ხო? მაგრამ ეს ამ სურვილის ასრულება აქ ბევრ შესაძლებლობებს მოგიტანთ. ბევრ შესაძლებლობებს, რასაც თქვენ ელოდით. და აქ ასევე მოგიტანთ იმასაც, რომ აი როგორ ავხწერო, თითქოს და მანამდე, ხო, რაღაც ხელფეხი შეკრულად შესაძლოა გრძნობდით თავს. კი, გქონდათ რაღაც იდეები, კი, იყო რაღაცის სურვილი, მაგრამ ქმედებას ვერ ახორციელებდით და აი ამ სურვილის ასრულება მოიტანს ბევრ ქმედებას. ეს სურვილი მოგიტანთ იმას, რომ გექნებათ შესაძლებლობა, რომ იმოქმედოთ, თან იმოქმედოთ თამამად. და ისე იმოქმედოთ, რომ მომენტში ვიღაცებიც კი წამოყვეთ ამ გზაზე, ხო? მაგალითად მარტო თქვენ აქ არ ხართ და არის ადამიანები, რომლებიც იზიარებით თქვენ შეხედულებას, თუ მაგალითად ეს ბიზნეს პროექტია პირობითად, მაგალითად, ხო? ამ შემთხვევაშიც, ან სხვა შემთხვევაში თქვენ ხედავთ რა მიმართულებით წახვიდეთ, ხედავთ რა მიმართულებით, ასე რომ ვთქვათ, მიმართოთ თქვენი ენერგია, სად ჩადოთ თქვენი ენერგია, რაში ჯობია რომ ჩადოთ ენერგია, ან ფინანსები, ან დრო და აი ეს ყველაფერი ხდება უფრო მეტად თვალსაჩინო და ამ ყველაფერს უფრო მეტად ხედავთ. კარგი, ამ სურვილის ასრულება კიდევ რას მოუტანს პირველ პოზიციას თვითონ. სრარი, აქ პიროვნული კარტები ამოგვიხდა ახლა ხმლების მეფე და პენტაკლების დედოფალი და ეს ორი. აქ პარტნიორობა არის, მეგობრებო, აქ აშკარად იგრძნობა პარტნიორობა, აქ პარტნიორობა არის. კი და სამართლიანობა, კი. პარტნიორობა, მაგრამ ეს პარტნიორობა ხო ყველასთვის სხვადასხვა შესაძლოა იყოს. ვიღაცისთვის ბიზნეს პარტნიორობა, საქმიანი, დოკუმენტირებული, ფორმალური, ხო, მაგალითად რაღაც მე და ვიღაცამ რაღაც გავხსენით და ამას ფორმალურად ვაფორმებთ, ასე რომ ვთქვათ. ხო? ვიღაცას ვიღაცა ეხმარება საბუთებთან დაკავშირებით და ვიღაცა ამაზე უცნებობდა, ესეც შესაძლოა მოგიტანოთ, ხო? პარტნიორობა. ნებისმიერი კუთხით, ასე ვიტყოდი აქ, მაგრამ უფრო მეტად აქ ფორმალური პარტნიორობაა. უფრო მეტად რაღაც რომანტიკული სფერო აქ არის თუ არ არის? არის ხმლების დედოფალი თუ არ არის? ხმლების რაინდე. ვიღაცისთვის შესაძლოა მართლა რომანტიკული სფეროდანაც იყოს ეს პარტნიორობა და ვიღაცისთვის არა. ხო, ასე ვიტყვი. ნუ, ნებისმიერ შემთხვევაში აქ მოიტანს ეს პარტნიორობას და შეთანხმებას. თქვენსა და სხვა ადამიანს შორის. იქნება ეს სასიყვარულო თუ ბიზნესი, თუ კიდე მეგობრული, ან კიდე რაღაც სხვა სახის პარტნიორობა, ეგ უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ. თქვენს სიტუაციებიდან, მოვლენებიდან გამომდინარე, რაც თქვენთვის აქტუალურია ახლა თქვენს ცხოვრებაში. კარგი. რა დაეხმარება აი ამ ოცნებას კი არა და რა დაეხმარება ამ სურვილს, რომ აი შეძლოს პირველმა პოზიციამ ამის უფრო სწრაფად მოზიდვა მაგალითად, ხო? რა დაეხმარება ამ სურვილს უფრო მალე მოხდენაში, ასე რომ ვთქვათ. რწმენა, რომ ეს სურვილი მართლა ასრულდება და რწმენა იმისი, რომ თქვენ ამის ღირსი ხართ. იმიტომ რომ აქ პირველ პოზიციას აქვს პირველი პოზიცია ღელავს, ბუნებრივია. ჩვენ ყველა ვართ ყველა ცხოვრების განმავლობაში ყველა ვხვდებით იმ პოზიციაში, სადაც კი გვინდა რაღაცები, მაგრამ გგონია რომ ვერ მივიღებთ. ან გგონია რომ არ ვიმსახურებთ, ხო? ჩვენი რაღაც შიშები, სუბიექტური აღქმა სიტუაციის და მოვლენების გვიშლის ამაში ხელს. და აი ზუსტად ეს არის აქ, რომ ეცადეთ რაღაც უფრო მეტად მოეშვათ. არიღელოთ და გუწრფელად გჯეროდეთ, რომ სამყარო თქვენ
გაჩუქებთ იმას, რასაც იმსახურებთ მართლა. ხო? და ღირსი ხართ ამისი, რომ თქვენ ღირსი ხართ შანსის აუცილებლად აქ მნიშვნელოვანია, რომ პირველმა პოზიციამ გააცნობიეროს კარგად, რომ მე ვიმსახურებ საჩუქარს სამყაროდან. კი, მე ამას ვიმსახურებ. კი, მე ვიმსახურებ, რომ ჩემი სურვილი ასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მიეცით თქვენს თავს ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება აქ, რომ აი სამყარო აქ არის, მზად არის, რომ აი გამოგიწოდოთ საჩუქარი. თქვენ უბრალოდ უნდა დაინახოთ ეს და აიღოთ, მაგრამ თუ ჩვენ ვერ დავინახეთ და არ ავიღეთ, ბუნებრივია როგორ, ხო? აი ამიტომ არის ეს აქ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ კუთხით თქვენ დაეხმაროთ ამ სურვილს, რომ თქვენს მხრიდან მოიზიდოთ. ეს მოვლენა არის თუ რაც არის, ხო? ხო, კიდე მინდოდა მეკითხა, ეს სურვილი უფრო მოვლენა არის თუ კონკრეტული ადამიანის სახით არის? მოვლენა ადამიანის სახით შესაძლოა იყოს. აი ადამიანის სახით ხდება ეს სურვილი აქ. ან ადამიანი გეტყვით რაღაცას, ან უცაბედად ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში მაგალითად, ხო? ადამიანი აწვდის აქ ამ დედოფალი, კი ბატონო, ადამიანი გაწვდით აქ ინფორმაცია თუ თვითონ სურვილია. თვითონ ადამიანი ახორციელებს ამ ქმედებას აქ, რომ თქვენი სურვილი ახდეს და ეს არის სხვა ადამიანი, კი ბატონო, ვისთანაც მაგალითად ახლა შესაძლოა რაღაც ისეთი სიტუაცია გქონდეთ, სადაც რაღაც ისე ვერ არის თქვენ როგორც გინდათ. კარგი, ნახოთ აქ რჩევა. პირველი პოზიციისთვის, აი ამ სურვილთან დაკავშირებით რჩევა. Truth is my teacher. სიმართლე ჩემი მასწავლებელია. ესეთი რჩევა აქ, სიმართლე ჩემი მასწავლებელია. იყავით ალბათ მართალი, ხო? საკუთარ თავთან და ობიექტურები. რომ შეხედოთ სიმართლეს. ობიექტურობა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევხედოთ სიმართლეს და არ ვიყოთ მხოლოდ სუბიექტურები და სიმართლე ჩემი მასწავლებელია. არ ვიცი, ვისაც როგორ უნდა ისე მიიღოს და გაიგოს, მე მგონი აქ მეც არაფერს არ დავამატებ, იმიტომ რომ ხო, მე ვფიქრობ, როდესაც აძლევ ადამიანს შესაძლებლობას, რომ თვითონ გაუკეთოს ინტერპრეტირება აი ამ შემთხვევაში მაგალითად ამ წინადადებას, ეს უფრო მეტად ეფექტურია თვითონ ადამიანისთვისაც. ასე რომ ხო, სიმართლე ჩემი მასწავლებელი არის აქ რჩევა პირველი პოზიციისთვის. გისურვებთ, რომ ეს სურვილი ასრულდეს, მაქსიმალურად ესეთი იყოს გამახარებელი თქვენთვის და მოეტანოს ბევრი სასიხარულო დადებითი შესაძლებლობები თქვენს ცხოვრებაში. იყოს ასე. მადლობა პირველ პოზიციას, ვისთვისაც რეზონირდა ეს ინფორმაცია და თქვენთვის ეს აქტუალურია და მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ დასვათ ლაიქი და სურველებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, არა და მოგწონთ ჩემი გაშლები, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და გელოდებით, ვისაც აქვს ინტერესი ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ბედის მატრიცის სესიებზე. მივესალმები მეორე პოზიციას. და ნახოთ დასაწყისში მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია, ხო? მისი მეორე პოზიციის მთავარი წამყვანი ენერგია, რაც ახლა სინამდვილეში იმყოფება მეორე პოზიცია, მისი ცხოვრების აი ამ კონკრეტულ ეტაპზე. და საერთოდ ნახოთ აი რა ხდება მეორე პოზიციის შეგნით ახლა, მეორე პოზიციის გულში რა ხდება სინამდვილეში ამ ცხოვრების ამ ეტაპზე განდეგილი. Okay, ნახოთ. თავარი წამყვანი ენერგია. Anxiety, შფოთვა არის მთავარი წამყვანი ენერგია აქ. კარგი, ნახოთ რა ხდება თქვენს. მეორე პოზიცია ძალიან განიცდის აქ რაღაცას. მეორე პოზიცია ღელავს, ნერვიულობს და შფოთავს. და აი ემოციურად ძალიან ემოციურად ხართ განწყობილები, განწყობილები არა, აი ძალიან ისეთი ხო ვფიქრობ სწორად როგორ ჩამოვაყალიბო, იმიტომ რომ ჩემთვის კი არის გასაგები, მაგრამ მინდა რომ გადმოგცეთ ეს ყველაფერი და ხანდახან რთულია სიტყვებით გადმოცემა, როდესაც ტაროსთან მუშაობ. აი უფრო მეტად
ძალიან რო განიცდი რაღაცას ღელავ და აი ეს რაღაცა შინაგანად სულ მუდმივ დაძაბულობაში გამოყოფებს და აი მომენტში რაღაც რო იპოვოთ რაღაც წერტილი, სადაც თითქოს და დამშვიდდით და არ ღელავთ, ეს რაღაცა ისევ ბრუნდება და თქვენ ისევ იწყებთ ღელვას, ხო? და ემოციური ფონი ძალიან არასტაბილური არის აქ, რა კუთხით, აი ხან ისეა, ხან ასე ვარ, ხან ისე ვარ, ხან ასე ვარ. და ის სევდა, მელანქოლია, შფოთვა, ღელვა, რაღაც overthinking-ი ხო, რაღაც ერთი და იგივე იდეის ტრიალი მაგალითად თავში ხო, აი ეს ყველაფერი აქ ამას ყველაფერს აქვს ახლა ადგილი მეორე პოზიციის ცხოვრებაში, აი სინამდვილეში, ხო? ეს ძალიან ისეთია მეორე პოზიციისთვის ძალიან რთული მომენტებში დრო და დრო, იმიტომ რომ რთულია ამ ემოციებს გაუმკლავდე, ხო? რთულია რომ შეინარჩუნო რაღაც ზომიერება, იმიტომ რომ ბალანსში ვერა ვარ ახლა. აი რაღაცა ასეთი პოზიცია მეორე პოზიციისთვის, რომ მე ვერა ვარ ახლა ბალანსში, იმიტომ რომ აი რაღაც ისეთი მოვლენები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რაც ჯერ კიდევ ატარებს ჩემთვის რაღაც მნიშვნელოვან დატვირთვას, ჩემს გულში, ჩემს ემოციებისთვის, ეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია. არის რაღაც თქვენში ახლა, რაც იწვევს მაინც აი იმ შფოთვას, სევდას. ხო, აი ეს არის აქ. მინდა ვუთხრა, რომ მეორე პოზიციას ვუთხრა, რომ არ იღელოთ, იმიტომ რომ აი ცხოვრება მართლა ძალიან საინტერესო რაღაცაა. მე არავის არ ვასწავლე აქ ცხოვრებას, უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ ის, რომ მეც მქონია ბუნებრივია, მეც ადამიანი ვარ, მომენტები, როდესაც აი ზუსტად რაღაცა ამ მსგავს ენერგიებში ვიმყოფები და ვშფოთავ, ვღელავ და მგონია, რომ აი რაღაც ყველაფერი დაკარგულია, ისე არ იქნება, როგორც მე მინდა რომ იყოს. ან რაღაც თითქოს და ეს სინათლე იმედი დამეკარგა, ხო? და იმ წუთას მგონია, რომ აი ასე ვიქნები და ან ეს მომენტი გაგრძელდება უსასრულობამდე, მაგრამ მე რაღაც ისეთი ხდება ცხოვრებაში, რაც საერთოდ როგორ თქვა, ის ხვანაირად მეხმარება, რომ ხვანაირად შევხედო ამ სიტუაციას. და მე რო ხვდები, რომ აი ისეთი რაღაცა ცხოვრებაში ერთი წუთი ასე ხარ და მეორე წუთი შეიძლება საერთოდ სხვა ენერგიებში და ემოციებში და განცდებში იყო. და ეს არ ნიშნავს მანდა მაინც ცუდს, რა თქმა უნდა. ასე რომ არ იღელოთ, ყველაფერი დროებითია ამ ცხოვრებაში. ყველაფერი დროებითია, განსაკუთრებით აი ასეთი განცდები და მდგომარეობები. ესეც საჭიროა, ხო? კარგი, გადავიდეთ ჩვენ ახლა აქ სასიხარულო ამბავზე. მეც მე აქ არაფერს არ დავამატებ სიგნიფიკაციაზე, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ვისთვისაც რეზონირებს, ვაგრძელებთ მოსმენას. ესე გადავდოთ ეს კარტები. კარგი, ვნახოთ ახლა ჩვენ ის ოცნება, თქვი მე მგონი, ოცნება არ გვინდა ჩვენ, სურვილი გვინდა. სურვილი, რომელიც აუსრულდება ამ ახლო დროის განმავლობაში, ახლო მომავლის განმავლობაში, მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში ასრულდება მეორე პოზიციის ცხოვრებაში. ეს სურვილი, რომელიც მას აუსრულდება. ოკეი. აი ზუსტად ახლა რო ხართ აი ამ ენერგიებში, საერთოდ გამოხვალთ ამ ენერგიებიდან ისეთი სურვილი სრულდება აქ, რომელიც გაგიხსნით ხელებსაც, ბორკილებსაც მოგხსნით და საერთოდ გამოგიყვანთ აი ამ მდგომარეობიდან, სადაც ნახეთ, აი ჩაკეტილი ვარ, მაქვს გასაღები ამ სიტუაციიდან, მაგრამ არც კი ვუყურებ, იმიტომ რომ არც კი მაინტერესებს ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფები. აი ამ სიტუაციებს საერთოდ გაუშვებს ეს სურვილი, ამ სურვილის ასრულება თქვენი ცხოვრებიდან. ეს ასევე შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლოა იყოს რაღაც ისეთ მოვლენა, ან ისეთი სიტუაცია, რაც გეხმარებათ. შესაძლოა მართლაც რაღაც ისეთ ვითარებებში იყავით, სადაც ვერ შვებით ვერაფერს, ვერ აი როგორ თქვა, აი რაც შეგეძლოთ მაქსიმალურად გააკეთეთ და ახლა უბრალოდ დრო არის ყველაფერი, ხო? ლოდინი და დრო მაგალითად. აი ვისთვისაც ეს იყო აქტუალური, იცოდეთ, რომ აი ზუსტადაც ახლა მოვიდა ის დრო, რომ ეს მდგომარეობა აქ შეიცვალოს. ნახოთ ახლა უფრო დეტალურად კიდევ რა სურვილია ეს, რომელიცაც აქ უსრულდება მეორე პოზიციას, უფრო კიდევ დეტალურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია. აი
ეს უკავშირდება აი ზუსტად იმ მდგომარეობას, რაშიც ახლა იმყოფებით აქ. მეორე პოზიცია ახლა როგორ მდგომარეობაში ახლა იმყოფება, აი ზუსტად ამას უკავშირდება ამ სურვილის ასრულება აქ. როგორც იქნა ამ ძიმე მდგომარეობებიდან, რაშიც ახლა იმყოფებით, რასაც ახლა გულში სინამდვილეში განიცდით, აი ამის გაშვება და ამისგან განთავისუფლება. მე არ ვიცი ვისთვის რა თემაა ეს. ვიღაცისთვის კარიერა, ვიღაცისთვის სასიყვარულო სფეროა, ვიღაცისთვის შესაძლოა ბავშვს უკავშირდება, ვიღაცისთვის კიდე რაღაც სხვა თემა შესაძლოა იყოს ეს, მაგრამ თავარია რომ ეს ახლა რაც აქ მეორე პოზიციას აწუხებს და აქ მეორე პოზიცია ისე იყო რომ აი აღარც სჯეროდა რომ ეს აი არც კი ეგონა მეორე პოზიციას რომ რაღაცნაირად არსებობდა სიტუაციიდან გამოსავალი, მაგრამ სურვილი ქონდა რომ ეს გახსნილიყო ეს სიტუაცია და რაღაც წასულიყო განვითარებისკენ და არა პირიქით პაუზების და გაურკვევლობებისკენ დასრულებულიყო და რაღაც ლოგიკურად გახსნილიყო ეს მდგომარეობა თუ მოვლენა თუ სიტუაცია და აი ზუსტად ეს არის აქ. ეს აქ ხდება, ეს სურვილი ხდება კი. კარგი, უფრო რაღაც ისე მეტი კიდე ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ შეძლების დაგვარად, აი რას უკავშირდება ეს სურვილი, ხო? ეს სურვილი რო უხდება აქ მეორე პოზიციას, რას უკავშირდება? აი მეორე პოზიცია, რო აღარ იყო მზე თქვენ ცხოვრებაში, აი, რა ვთქვა, ძალიან უჭირდა აქ მეორე პოზიციას. აი ძალიან რთული იყო აქ მეორე პოზიციისთვის. იმედი არ იყო, გადაწურულია საერთოდ იმედი, ვერაფერს ნათელს ვეღარ ვხედავ და აქ შესაძლოა იმასაც ვიტყვი, რომ მეორე პოზიცია ძალიან ხშირად ბევრს ტიროდა. ან სურვილი ჰქონდა, რომ ეტირა, იმიტომ რომ აი ყოველი დღე ტანჯოა რაღაც ასეთი ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი მეორე პოზიციისთვის აქ და მინდა გითხრათ, რომ როგორც იქნა ეს ფაზა თქვენ ცხოვრებაში დასრულდა აქ. всё, მიდის ეს ისეთი მძიმე ნაცრისფერი, მუქფერიანი მდგომარეობები თქვენს გულიდან მიდის ეს ყველაფერი. და აი ეს მიდის აბსოლუტურად თქვენ იმარჯვებთ, თქვენ ხართ გამარჯვებულები, თქვენ ხურავთ აი ამ რთულ სიტუაციას თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ხდებით გამარჯვებული. აქ მოსალოცი ამბავია მეორე პოზიციისთვის, მართლაც მოცალოცი, აი ძალიან ისეთი არც ვიცი აქ რა ვთქვა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად გვეთხრეს, რომ აი ეს სიტუაცია აქ გვირგვინდება და სრულდება, თან სრულდება ისე, რომ თქვენ რჩებით აქ მოგებულები და წარმატებულები. კარგი, რას მოუტანს ამ სურვილის ასრულება მეორე პოზიციას თვითონ? სილაღეს, აღნიშვნას, აქ თქვენ მარტო აღარ გრძნობთ თავს, მინდა აქ ხაზი გაუსვა, აი ამას ნახეთ, შეხედეთ, აი რას უკავშირდება, ხო, ნახეთ როგორ ენერგიებში ხართ და ყველგან თან ეს გადატრიალებული გვაქვს აქ მზე, არის მთვარის პოზიციაში და საერთოდ ნახეთ მარტო სევდა და რას მოიტანს? მარტო აღარ ხართ აქ. თქვენ აღარ გრძნობთ თავს მარტო. აქ არიან ადამიანები თქვენს გვერდით, ვისაც უზიარებთ, ან ვინც თქვენს გვერდით არიან, ხო? თქვენ გამოხვედით ამ უღრან ტყიდან და გახართ მყარად ფეხზე და მზათა ხართ, რომ განაგრძოთ გზა. აქ არის დასვენება, ასევე რელაქსი, სადაც მე აღარ ვღელავ მომავალზე, ან განვითარებაზე და რაღაც ნელა მშვიდად სუნთქავ და მივყვები მოვლენებს. კიდევ რას მოუტანს ეს სურვილის ასრულება მეორე პოზიციას? ძალიან ბევრი სამი უმაღლესი არკანი. სიძლიერე, magician, ჯადოქარი და emperor, მეფე იგივე, ხო, იმპერატორი. რას მოგიტანთ და აი არ ვიცი. არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს, ჯერ ხო უძლიერესი ხდებით აქ, სულიერადაც. ფიზიკურადაც ვიღაც, ხო? ყველაფერი აქ ყავთ საკუთარ ხელებში და თქვენ ქმნით რეალობას. თქვენ იწყებთ იმის შექმნას, რასაც უცნებობდით, რისი გეგმებით გქონდათ და აქამდე ვერ ხდებოდა ამის განხორციელება, ხო? თქვენ ამ სურვილის ასრულება გაძლევთ შესაძლებლობას, რომ თქვენ თვითონ შექმნათ ის რეალობა, რაც გინდათ, რაშიც გინდათ რომ იცხოვროთ. აქ იმდენი მნიშვნელობაა, ხო? და იმდენაერი ინტერპრეტაციაა, რომ აი ვერც კი ჩამოთვლიბ ყველას და ვერც კი შეწვდები. ამიტომ ვისთვისაც აქ რა არის აქტუალური, აი ისე მოვარგეთ, მაგრამ არაჩვეულებრივ შედეგს გაძლევთ ამ სურვილის ასრულება აქ.
აქ ეს სურვილი, აი, უბრალო სურვილია, თუ შემიძლია თქვა, რომ აი მომენტში ოცნებაც კი შეგვიძლია ვუწოდოთ. სურვილია. ოცნებას მე მგონი კი არა, ოცნებას მაინც ვერ ვუწოდებთ. თლათ ოცნებას ამას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ აი სურვილი ისეთი აი მთელი გულით გინდოდათ, რომელიც ძალიან გაგეხარებთ. ამ სურვილის ასრულება გახარებს აქ მეორე ძალიან, ძალიან გაგეხარდებათ. ძალიან. კარგი, ეს სურვილი თვითონ რაღაც ადამიანის სახით განხორციელდება, ვიღაც მოგაწვით ინფორმაციას, ან ვიღაც გეტყვით რაღაცას, თუ მოვლენის. ადამიანიც და მოვლენაც არის აქ. ადამიანიც და ქალის ფიგურა, დედოფალი და მოვლენაც, რომელიც იყო დაკიდებული და გაურკვეველი. ასე რა ორივე. რაღაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სურვილი აქვს მეორე პოზიციასთან, ძალიან საინტერესოა, ვისაც გექნებათ სურვილი, აუცილებლად გამიზიარეთ, როდესაც მოხდება ეს სურვილი. ხო, საინტერესოა. კარგი. რა დაეხმარება ამ სურვილს, რომ უფრო რაღაც მალე მოხდეს, ხო? რა ნაბიჯები. თქვენს გონებაში რაც გაფერხებთ, თქვენს გონებაში შექმნილი ბარიერები არის მხოლოდ თქვენს გონებაში. და ნუ გეგონებათ, რომ იქიდან გამოსავალი არ არსებობს. აქედან არსებობს გამოსავალი და უფრო მეტად ოპტიმისტურად შეხედეთ ყველაფერს. აი, იყავით დარწმუნებულები. აქ დაგეხმარებათ ისიც, რომ აი, მაგალითად ისე შეიგრძნოთ, რომ ეს სურვილი ახთა, რომ აი იგრძნოთ, რომ ახთა უკვე. აი ეს მაგალითად უკვე მაქვს, მე რისი სურვილიც მაქვს, აი ეს წარმოიდგინოთ, ხო? და ამის წარმოდგენა და აი რეალიზება, ისე რომ აი ჩემს გონებაში ეს უკვე მოხდა და გრძნობების დონეზეც ისე უგრძნობ თავს, როგორც ვიგრძნობდი, რომ მაგალითად რომ მომხდარიყო და ასრულებულიყო, ხო? აი ეს მომენტი წარმოიდგინეთ, აპრაქტიკეთ ყოველ დღეს სტაბილურად, რომ უფრო მალე მატერიალიზდეს ეს ყველაფერი. ამასთან დაკავშირებით პრაქტიკა, მედიტაცია მიდევს ჩემს არხზე, YouTube არხზე და შეგიძლიათ მოусმინოთ და გამოიყენოთ, მართლა ეფექტურია. ეს არის ჯონ კეხოს მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია ასე რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია მატერიალიზება ჩვენი ოცნებების და სურვილისიც. და ეს რეალურია. და ჩვენ შეგვიძლია. ესე რომ, ვისაც ექნება სურვილი, შეგიძლიათ მოусმინოთ, ვისაც ჯერ არ მოусმინია, ვინც იცის, განაგრძეთ ამის პრაქტიკა. კარგი, რჩევა ვნახოთ ახლა ჩვენ აქ მეორე პოზიციისთვის. რჩევა მეორე პოზიციისთვის, აი ამ სურვილთან დაკავშირებით. My high vibes heal the world. ჩემი მაღალი ვიბრაციები კურნავს სამყაროს, დედამიწას, ხო? ასე რომ, იყავით მაღალი ვიბრაციები რა არის, როდესაც ჩვენ ვართ ბედნიერები, სიყვარულით სავსე, როდესაც აი ამ მსგავს განცდებში ვართ, როდესაც ჩვენ ვჩუქნით სიყვარულს, როდესაც ჩვენ შინაგანად ავსებულები ვართ, მშვიდად ვგრძნობთ თავს, გაწონასწორებულად ვართ, ხო? საკუთარ თავთან, ერთობაში ვართ, ვუსმენთ საკუთარ თავს, ვუფრთხილდებით ბუნებას, ვზრუნავთ ბუნებაზე, ცხოველებზე, ვინმეზე, რამეზე, ხო? აი და ასე შემდეგ, აღარ განვაგრძობ ახლა აღწერას ამ მაღალი ვიბრაციების, ხო, მიხვდებით ისედაც. აი ასეთ ვიბრაციებზე ყოფნა უფრო მეტად დაგეხმარებათ, რომ ეს სურვილი უფრო მალე მოიზიდოთ ენერგეტიკულადაც და პლუს ამასთანავე თქვენი მაღალი ვიბრაციები ეხმარება დედამიწის ენერგოველსაც და სხვა ადამიანებსაც. ჩვენ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას, რატომღაც რეალურად სკოლაში აი ამ ყველაფერს უნდა გვასწავლიდნენ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს მენტალურ მდგომარეობას, ჩვენს ფიქრებს, რამხელა ზეგავლენა აქვს ჩვენს ენერგოსივრცეზე, ჩვენს ენერგიულ სამყაროზე და ცხოვრებაზე. მაგრამ ამას არავინ არ გვასწავლის და მარტო ვსწავლობთ მერე, როდესაც ვიზრდებით და ეს არის ფესვი ყველაფრის. თუ მე თავში მაქვს ნაგავი და ვფიქრობ რაღაც ისეთ თემებზე, ხო, ნეგატივზე, პესიმიზმზე, შიშებზე, ხო, ბუნებრივი ამას ზეგავლენა აქვს ჩემს ენერგო, რა ქვია იმას, კაი სივრცე იყოს, ჩემს ენერგოსივრცეზე და ვიზიდავ შესაბამის რაღაცეებს და მეც შესაბამის ფლუიდებსაც ვუშვებთ დედამიწის მიმართულებით და სხვების მიმართ, რაც არ არის
დადებითი არც ჩვენთვის, არც სხვისთვის, ხო? ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიმუშაოთ საკუთარ ვიბრაციებზე, მაგრამ ვიმუშაოთ ისე კი არა, რომ აი ეს საჭიროა და დავაძალოთ საკუთარ თავს, არამედ გულით ვისურვოთ ეს და გულით ჩვენი სურვილით და სიყვარულით მოვახერხოთ ერთმანეთის დახმარება და ჩვენს დედამიწაზე დახმარებაც. დედამიწასაც ეს ძალიან ჭირდება და სხვა ადამიანებსაც ძალიან ჭირდება და ყველას ვჭირდებით ერთმანეთი. ყველას გვჭირდება ერთმანეთი უბრალოდ, ხო? ყველას გვჭირდება ერთმანეთი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასე რომ ასეთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია აქვს. მალე აქ მეორე პოზიციას ძალიან გავხარდება და ამას გრძნობ აქ ამ ყველაფერს, რაზეც ვისაუბრე და გისურვებთ აი ყველაფერი ცუდი, ძიმე უბრალოდ და თქვენთვის არასასურველი, რომ წავიდეს, დასრულდეს და აი ამ დღიდან ბედნიერება და ჯანმრთელობა გქონოდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად. წარმატებებს გისურვებთ ყველას, ვისთვისაც რეზონირდა ეს გაშლა აუცილებლად დააკომენტარეთ, დალაიქეთ ვიდეო, დაწერეთ თქვენი უკავშირი, ხო? და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ბედის მატრიცის სესიებზე, ხოლო ვისაც არ გამოვწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, თუ თქვენთვის ეს რეზონირებს და თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში. წარმატებებს გისურვებთ ყველას და დროებით.